მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 11 საათზე, მე ჟურნალისტი ნათია სონღულაშვილი ვარ. გახსნილია ნარკოდანაშაულის კიდევ რამდენიმე ფაქტი. დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ხვდება. დღესვე ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების სამიტზე ლიდერთა დიალოგის ფორმატში სიტყვით გამოვა. სოფო ბერიძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის შეხვედრის დასრულების შემდეგ გვეცოდინება კონკრეტულად რაზე ისაუბრეს მხარეებმა, თუმცა მანამდე ვიცით, რომ 2025 წელს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პოლიტიკური დიალოგი უმაღლეს ნიშნულზე იყო და ვიცით ისიც, რომ ყოველ შემთხვევაში თბილისის სურვილი და ნება არის, რომ ეს მაღალ ნიშნულზე არსებული პოლიტიკური დიალოგი შენარჩუნდეს მიმდინარე წელსაც. მხარეები სავარაუდოდ ისაუბრებენ ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზეც, რადგან ვიცით, რომ არაბული კომპანიები დაინტერესებული არიან ქართული ბაზრით და არაერთი მსხვილი საერთაშორისო არაბული კომპანია უკვე ოპერირებს წარმატებით ჩვენს ქვეყანაში. დღეს მნიშვნელოვანი დღეა იმის გათვალისწინებითაც, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა ლიდერთა დიალოგის ფორმატში. ის ძირითადად ისაუბრებს მნიშვნელოვან და გლობალურ სატრანზიტო პროექტებზე, სატრანსპორტო პროექტებზე, ისეთი როგორიც არის მაგალითად შუა დერეფანი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ანაკლის განვითარების პორტი. საგარეო საქმეთა მინისტრი საუბრობს იმის შესახებ, რომ სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით შუა დერეფანი არის ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტი, ისევე როგორც შუა დერეფანს გლობალურად აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა. ამ პროცესში კი საქართველოს როლი როგორც ერთ-ერთი მთავარი მოთამაშის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს შუა დერეფნის მნიშვნელობაზე და საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ დერეფნის მუშაობა, ამ დერეფნის განვითარება და რა როლი აქვს როგორც რეგიონისთვის, ასევე გლობალურად შუა დერეფანს და კონკრეტულად კი საქართველოს სწორედ ამ შუა დერეფანში. საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს დასავლეთ და აღმოსავლეთ შორის დაკავშირებადობის კუთხით და არა მხოლოდ. საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი გლობალურად იყოს ჰაბი სწორედ ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ფორუმებზე, რომელიც უკავშირდება ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნების განვითარებას, ისმოდეს საქართველოს პოზიცია და კარგად იყოს გაცნობიერებული ის როლი, რაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია შეასრულოს რეგიონისთვის. ლიდერთა დიალოგის ფორმატში საქართველოს პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში შეკრებილი საზოგადოების წინაშე სიტყვით დაახლოებით 3 საათში გამოვა და როგორც გითხარით, ის ისაუბრებს გლობალური მნიშვნელობის პროექტებზე და იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს სახელმწიფო ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო როლის გასაზრდელად. პარალელურად საქართველოს პრემიერ-მინისტრი გასული 2 დღის განმავლობაში აქტიურად მართავდა შეხვედრებს უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიების პირველ პირებთან, მათთან, რომლებიც დაინტერესებულები არიან ჩვენს ქვეყანაში ინვესტირებით. ერთ-ერთი ასეთი ბუნებრივი არის Eagle Hills-ი, მისი დამფუძნებელი, რომელიც მედიასთან კომენტარისას გუშინ ამბობდა, რომ ის შეეცდება მის კომპანიასთან ერთად საქართველოში დიდებული საქმე გააკეთოს. პირდაპირ ეთერში სოფო ბერიძე საუბრობდა. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით დროშები გადმოიფინა საკრებულოს შენობიდან. რამდენიმე წუთის წინ კომენტარი გააკეთა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ. ძალიან მნიშვნელოვანი დღე, საქართველოს ეროვნული დროშის დღე, რომელიც 2012 წლიდან აღინიშნება საქართველოში და ჩვენ თბილისის საკრებულოს სახელმწიფო სიმბოლიკის კომისიამ ტრადიციულად თბილისის საკრებულოს შენობის ფასადზე გადმოფინეთ საქართველოს დროშები. თავდაცვის ძალებში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნა ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივსაცემად. თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშების საზეიმოდ აღმართეს.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მეოთხე ქვეით ბრიგადაში ჩატარდა დროშის აწევის საზეიმო ცერემონიალი. აღნიშნული დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რადგან ყოველდღიურად ამაყად ვატარებთ სახელმწიფო დროშას. მართვის ცერემონია გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს დაკავებულია 4 ადამიანი, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ამოღებულია ნარკოტიკები, კლეფედრონი, ემდემა, მეფედრონი და გამომშრალი მარიხუანა. ასევე დაფასოებისთვის საჭირო მასალები დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა საკონტროლო გამშვებ პუნქტს სადახლოს საავტომობილო ზონაში ბრალდებულის პირადი შემოწმებისას 34 აბი ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ამოიღეს. დანაშაული უვადოდ პატიმრობას ითვალისწინებს. პოლიციის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია 1 ადამიანი, რომელიც პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებულმა თბილისში მეტროსადგურ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე აღრიცხული ავტომანქანა დააზიანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული მომხდარიდან მალევე ცხელკვალზე დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზამთრის მაღალმთიან კურორტებზე სურსათის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი ტარდება როგორც ქსელურ მარკეტებში, ასევე მცირე სავაჭრო ობიექტებში. სეზონის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია საკურორტო ზონები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად არიან ტურისტები. გასულ წელს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 512 ობიექტში 1200-ზე მეტი ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა 92 სამართალდარღვევა. სახელმწიფო კონტროლს გავდივართ და ვაკონტროლეთ სურსათის ხარისხს, ვადიანობას, სასკვების ობიექტებში, სურსათის მარკეტებში, ასევე მცირე მარკეტებში, რომ უვნებელი და ხარისხიანი საკვები მივაწოდოთ მოსახლეობას. განათლების მინისტრი ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში პროფესიულ კოლეჯ ჰორიზონტის ფილიალებში იმყოფებოდა. გივი მიქანაძემ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაიცნო და თანამშრომლებს შეხვდა. ჩვენ გვქონდა შეხვედრები როგორც ლანჩხუთში, ასევე ოზურგეთში პროფესიული კოლეჯის პერსონალთან. მათთან ერთად განვიხილეთ მიმდინარე აქტუალური საკითხები, სამომავლო გეგმები, დავიგეგმეთ ინფრასტრუქტურულად თუ როგორ შეიძლება კოლეჯების გაძლიერება, რა აქტივობები შეიძლება განხორციელდეს. მინისტრს ძირფესვიანად გავაცანეთ კოლეჯ ჰორიზონტის ძირითადი მიმართულებები, დავგეგმეთ სამომავლო ამოცანები და გეგმები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია კოლეჯ ჰორიზონტის შემდგომი განვითარებისათვის. აზე დაუბრუნდებით დროებით.